მიმართავ ქართული ოცნების დე-ფაქტო პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს სასწრაფოდ ჩაანიშნეთ განხილვა ახალი გზა ახალი სიცოცხლისათვის და საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა იბერიელი საკოორდინაციო საბჭოს შემოტანილი მოთხოვნებთან დაკავშირებით. ვადა იწურება, ერთი კვირა რჩება სულ. გაემიჯნეთ მოღალატეობრივ აქტს, კაპიტულანტურ აქტს, რომელიც თქვენი პარლამენტის დე-ფაქტო პარლამენტისა და უზურპირებული ხელისუფლების მიერ არის მიღებული დემოგრაფიულ ექსპანსიასთან დაკავშირებით. და დაგმეთ ეს კაპიტულანტური მოღალატეობრივი აქტი გეყოთ ვაჟკაცობა როგორც მიხეილ ყაველაშვილს ეყო ვაჟკაცობა და გადადგა რეზიდენტის თანამდებობიდან. ასევე მოგმართავთ სრულად საქართველოს მასშტაბით ყველა ადგილობრივ თვითმმართველობას მუნიციპალიტეტში საკრებულებს არ დაეთანხმოთ ამ მოღალატეობრივ კაპიტულანტურ აქტს და თითოეულმა საკრებულომ ადგილობრივმა თვითმმართველობმა გამოაცხადეთ მორატორიუმი ამ მოღალატეობრივ კაპიტულანტური აქტის და აიგზავნოს ყველა უცხოტომელთა უკანონო დასახლებების მშენებლობა მიწების გააყიდვა, გასხვისება უცხოტომელებზე. რადგან იცოდეთ, გაემიჯნეთ ამ მოღალატეობრივ აქტს. ეს არ არის თქვენი ქართული ოცნებისა და მოღალატეობრივი ოპოზიციის შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ აქვს ქართველი ერის მხარდაჭერა. თქვენ ამ მოღალატეობრივი კაპიტულანტური აქტით გაილაშქრეთ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ. გაემიჯნეთ ამ მოღალატეობრივ აქტს თქვენი ლიდერებისას და იმოქმედეთ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესებით. რადგან მოხდება ქართველი ერის კონსოლიდაცია აუცილებლად და აუცილებლად მიიღებთ საკადრის პასუხს და თქვენი უზურპირებული ხელისუფლების ლიდერებთან ერთად, პარლამენტის ლიდერებთან ერთად მოგიწევთ თითოეულ თქვენთაგანს პასუხისგება ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესების ღალატისათვის.